გამარჯობა, დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პოზიციას. სვლა ეხა თეთრებისაა და უნდა გავაკეთოთ საუკეთესო სვლა. აბა დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს. თუ არ ვწდები ეს მაგმან კარლსმა ითამაშა. ამჯერად ტყუილები აღარ არის. წინაზე რომ ლაზიერი დავკარგეთ. კარგი. სწორი სვლა, იცით რა არის? გასაოცრება. რა არის და ესეტლი H6 ნახეთ უბრალოდ ეს საოცრებაა. აი კი რომ მოკლავს ჩვენ ეტლს დავაბავთ და მოვიგებთ ლაზიერს და შეიძლება გამარტივდეს ძალიან შამათშასმა, რადგან ჩვენ ყავს ლაზიერი. ხო თუ აქ შავები მაგას არ გააკეთებენ, აი ჩავთვალოთ თქვათ მაგალითად გააკეთეს ეს სვლა. ნუ ახლა სულ ერთია რა. აქ სწორი სვლა არის ლაზიერი G6. გავგიჟდი ეს სვლა რო გავაკეთე, ანუ ძალიან შოკის მოგვრელი. ნახეთ რამდენი ფიგურა ემუქრება და მოკლა მაინც წამგებიანია. 1 2 3 ფიგურა. რატომ არის წამგებიანი? პაიკმა რომ მოკლას F-პაიკმა ლაზიერი ქიში. შემდეგ გავწირავ თეთრსაც და შამათი არის. ხო, აქ თუ H-პაიკი მოკლავს, პირდაპირ შამათი არის ერთ სვლაში. მაგრამ ლაზიერმა რომ მოკლას, აქ ქიში მეფე უნდა წავიდეს საქმე, ჩვენ ლაზიერს მოვკლავთ. აქ ორი ვარიანტი არის, მეფის წასვლა პაიკით მოკლა. თუ ეს პაიკი მოკლავს, შამათი. თუ მეფე წავა, კიდევ ეს ქიში, შემდეგ ეტლს გავწირავთ და ისევ ასეთი შამათი არის. მაგრამ თუ არავინ არ მოკლავს ამ ფიგურას და ვთქვათ მაგალითად სხვა რამე ითამაშეს. ეს შავებმა თუნდაც აი ეს კი არა და ეს სხვა რამე ვთქვათ მაგალითში. ამ ქიშზე ეს რომ მოკლათ პაიკებზე იგივე ვარიანტი იქნება. აი მაგალითად ეს რო გააკეთონ. აი რა ვთქვა ახლა მაგალითზე, აი ეს იყოს კარგი. მაშინ ჩვენ ლაზიერს კი არ მოკლავთ. არა, როცა შამათი გვაქვს, ჩვენ ლაზიერი აღარ გვჭირდება. კარგი, დღესაც კიდე ეს იყო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქებეთ და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.